რუსი კიწვარიშვილმა გუშინ დამირეკა გვიან საღამოს უნდოდა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე ბავშვთან ერთად ვიყავი ანანურში, ჩვენ თქვით რომ მან მითხრა როგორც კი ჩამოხვალ იქნებ შემერხმიანოთ. ხაზი გავუსვათ ამას თვითონ დაგირეკათ, მან თვითონ ჰქონდა გეგმები. ალბათ სავარაუდოდ, იმიტომ რომ მან არაერთხელ დამირეკა, რამდენჯერმე დამირეკა, ესე ვთქვათ. და დღეს აპირებდა თქვენთან შეხვედრას. დღეს აპირებდა, მე ჯერ კიდე დილით უნდა შევხმიანებოდი მას, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ პრაიმ ტაიმში ჩვენთან იყო თათფირი სარედაქციო, მე ვერ მოვახერხე მასთან შეხმიანება, მე ვაპირებდი უფრო მოგვიანებით მასთან დაკავშირებას, იმიტომ შემდეგ რაღაც შეხვედრებიც ჰქონდა, ჩვენ ვილაპარაკეთ საკმაოდ ვრცლად, დაახლოებით 1 საათი. რის შესახებ თუ საიდუმლო არ არის, იმიტომ რომ საინტერესოა, რის შესახებ ფიქრობდა, რას გეგმავდა ეროსი კიწმარიშვილი? ჩვენ ძირითადად საუბარი ჰქონდა მედიას და ხელისუფლების ურთიერთობებზე, საუბარი ჰქონდა უბრალოდ მან საუბარში საუბრა თავის გეგმებზე, მაესტროზე ჰქონდა საუბარი რუსთავიორზე, იმედზე, მთლიან უფრო დეტალურად რა გეგმები ჰქონდა მას მაესტროსთან და რუსთავიორთან დაკავშირებით? იცით რომ მას რა თქმა უნდა მაესტროსთან ჰქონდა დავა, სასამართლო დავა, რუსთავიორზე თვლიდა რომ ის დაიბრუნებდა რუსთავიორს და ეს მის თვლიდა რომ ეს იყო მისი ტელევიზია, თუმცა არ იყო პერსპექტიულად არ იყო, რეალურად უყურებდა ამ თემაზე, ფიქრობდა რომ ეს მაინც შეიძლება უფრო ხანგრძლივი პროცესი ყოფილიყო და წაიგო, ამიტომ ის თვლიდა რომ უნდა გაეკეთებინა დოჟდის მაგვარი პროექტი, ეს იქნებოდა დოჟდის მაგვარი პროექტი, რომელსაც ის აპირებდა რომ გაეკეთებინა, იყო ძალიან ოპტიმისტური. ნებისმიერ შემთხვევაში მას შორს მიმავალი ხანგრძლივადიანი გეგმები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ის იყო ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, ძალიან ენერგიული, რაღაც საბრძოლო შემართება ჰქონდა, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ მე ჩემთვის იყო შოკი, მოულოდნელობა, რომ ეს თვითმკვლელობა ყოფილიყო, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ეს ჩემთვის რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის დაუჯერებელი, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ის იყო სრულიად როგორ გითხრათ. მან მინდა გითხრათ, რომ მან რამდენიმე სერიოზული დიდი პოლიტიკური პარტია წააგო თავის კარიერის დროს და ის ჩავარდნა დეპრესიაში და არ იყო მიდრეკილი დაუშვათ რაღაცა პესიმისტური განწყობებისკენ, ყოველთვის უცდიდა თავის დროს და თვლიდა რომ ეხაც დადგებოდა მისი დრო, რაღაცა თვითონ პოზიტიური ადამიანი იყო, ამის თქმა მინდა წარმოუდგენელია რომ თავი მოეკლა.